პრობლემა იყო ის, რომ აი საბჭოთა კავშირი ჯერ წინააღმდეგი იყო ის მამაბოში საბჭოეთის დაშლის და არც დაუმალავს, მე არ ვიგონებ არაფერს, თვითონ თქვა ეს უკრაინაში შეეშვით დამოუკიდებლობის ამბავსო. Американцы не поддержат тех, кто ищет независимости ради того, чтобы сменить долго длившуюся тиранию на местный деспотизм. Они не будут помогать тем, кто оказывает содействие самоубийственному национализму, который основывается на этнической ненависти. სერიოზულმა და კარგმა ხალხმა, ძალიან კომპეტენტურმა, არის დასამალი ცენტრალური სადაზვერვო დეპარტამენტიდან, რომ ეს კაციო ესეთიაო რა, ბუში მისი იმედი ნუ გექნებათ. ანუ რაღაცნაირად ეცადეთ უფრო მოქნილად იმოქმედოთ. ეს უთხარი ზვიაძე, მაინც არ ეგონა რომ ასე იქნებოდა. Остается такое впечатление, что Грузия, прекрасная Грузия, находится сейчас в какой-то изоляции со стороны Советского Союза, но что меня удивляет и со стороны Запада. Вы подтверждаете? Это неудивительно. Неудивительно, потому что Запад смотрит на Советский Союз и на Россию. Так что все это отсюда исходит. Вот эта изоляция. Вы это предвидели или для вас это сюрприз? Честно говоря, сюрприз. Я не думал, что Запад так зависел от Востока и, так сказать, западное общественное мнение так управлялось отсюда. Я это не ожидал. ხოდა ახალი წესრიგი ეს იყო მისი თუ გახსოვთ აი ფრაზა პირდაპირ და ამ ახალ წესრიგში დამოუკიდებელი პოლიტიკოსი და დამოუკიდებელი ქვეყანა დამოუკიდებელი პოლიტიკის მქონე ქვეყანა არ ჯდებოდა და არც აი ესეთ პრივატულ საუბრებში არც დაუმალავთ ეს. მე კი ვიცი რასაც გვერდით მეთქი ერთხელ უთხარი მათ წარმომადგენლებს და თქვენ ციცით რომ მე ამას ახლა საჯაროდ არ გავთქვა მეთქი, მაგრამ აი თქვენ ახართ ხო პრინციპში აი რუსი მოქმედებს უშუალოდ, მაგრამ ის უკან თქვენ ახართ, თქვენ არ გიპიტნავებათ ეს კაცი მეთქი და ну კი ახლა შენ ისეთი კაცი ხარ უკვე იქ ერთი თვე ვიყავი ამერიკაში, ხო სწავლობენ ხოლმე რა შენთან შეიძლება და რომც თქვაო ვიტყვით რომ არ გვითქვამს ხო ინა ეს დრო მოდისო რა ეს იშლებაო გერმანია გაერთიანდა თავში ურტყამს სუყოლდანიო რომ აი გიტლერი ამ დროს თქვენ ამბობთ რომ აი თქვენ ჭუაზე გინდათ იყო თუ რაღაც ნაციონალურ ფასეულობებს აწვევითო და იმ 80 მილიონ გერმანელს რა უპასუხოთ, სადაც თქვენ ამდენს გაბედავთ. აი მარტივად იყო. ახალ წესრიგში არ ჯდებოდა. ეს ახალ წესრიგში დასავლურში არ ჯდებოდა მორჩილებას. მორჩილებას, აი რაზეც ახლა სხვა სიტყვას ვერ ვიტყვი, ყიყინებს ევროპარლამენტი.